ხალხო, მოდით გულზე ხელის დადებით ვილაპარაკოთ, როგორც ქართველებს გვჩვევია, პირდაპირ და ზედმეტი მიმინოების გარეშე. მე მესმის, ყველამ ვნახეთ UFC 324, ყველამ ვნახეთ, როგორ გადაუარა ჯასტინ გაეჯიმ პედიპიმბლეტს, მაგრამ მართლა გჯერათ, რომ ეს ჰაილაითი რამეს ნიშნავს ილია თოფურიასთან? გაჩერდით, სანამ გვიან არ არის. ნუ ითხოვთ ამ ბრძოლას. არ დაუშვათ გაეჯის და ილიას დაპირისპირება. რატომ? იმიტომ რომ მე არ მინდა ვუყურო, როგორ კლავენ ლეგენდას პირდაპირ ეთერში. ემოციური ხაფანგი. ჩვენ სპორტის მოყვარულებს ერთი ცუდი თვისება გვაქვს. ახლახან ნანახის სინდრომი. გაეჯიმ აცემა პიმბლეტი, ათრია ოქტაგონზე დაანოკაუტა მიწასთან გაასწორა და უცებ ყველას დაავიწყდა რეალობა. ვაი რეიტინგებიო, ვაი გაეჯი ისევ ფორმაშიაო. კი, ჯასტინი ლეგენდაა, ნამდვილი ძველი ყაიდის მებრძოლი, კაცი ომი. მაგრამ ილია სხვა პლანეტიდანაა. მითხარით ერთი რამ მაინც, ერთი კომპონენტი, რაშიც გაეჯი თოფურიაზე უკეთესია. აი დავჯდები და დაგელოდებით. ვერ მეტყვით, იმიტომ რომ ასეთი რამ არ არსებობს. ჭიდაობა? ილია ევროპული სკოლის და ქართული გენის ნაზავია. კრივი? ილიას ხელები ლაზერივითაა, გაეჯი კი ხარის წისქვილივით იქნევს ხელებს. გაეჯის ილუზია. თქვენ გინდათ, რომ ჩვენი სპორტის ხატი, კაცი, რომელმაც ათობით სისხლიანი ომი გამოიარა, კიდევ ერთხელ დავინახოთ გაშოტილი იატაკზე, ამჯერად უკვე ილიას მიერ. გაეჯიმ მოიგო დროებითი ქამარი. კი გატონო საღოლ, დაამტკიცა, რომ UFC-ს ოქროს ბიჭუნა პედიპიმბლეტი უბრალოდ საშუალო დონის მოჩხუბარია. ჯასტინმა მასთან ყველაფერი გააკეთა, ფეხზეც ცემა, მიწაზეც გაგუდა, რაც უნდოდა ისუქნა. მაგრამ პედი სად არის და ილია სად არის? ეს იგივეა, ჟიგულით რბოლა მოიგო და მერე ფორმულა 1-ის ბოლიც დაეტაკო. ბევრი ამბობს, გაეჯი საშიშია, გაეჯი ომებს მართავს. ძვირფასო, ომებს ის მართავს, ვისაც ტექნიკა არ ყოფნის, რომ ბრძოლა სუფთად დაასრულოს. ილია ომებში არ მონაწილეობს, ილია საჯალათო ოპერაციებს ატარებს. ის შემოდის მეთოდურად ქშლის ნაწილებად, გირტყამს წვივში, გაჩერებს ადგილზე და მერე თავისი საზარელი კომბინაციებით სინათლეს გიქრობს. ცივი რეალობა. გაიხსენეთ ალექსანდრე ვოლკანოვსკი, კაცი, რომელიც წლებით მეფობდა, ილიამ ისე გააჩერა, თითქოს არც არასდროს ქონიო ჩემპიონი. მაქს ჰოლოვეი პირველი კაცი იყო, ვინც მაქს ზილი ნიშა უთხრა, ჩარლს ოლივეირა პირველასავე რაუნდში მიასვენა. და თქვენ გონიათ, რომ გაეჯი, რომელიც ყოველ ბრძოლაში თავით ვარდება ნოკდაუნებში და მძიმე დარტყმებს ჭამს, ილიას რაკეტას გაუძლებს და უბრალოდ გაიხმებს? ნუ მაცინებთ მართლა. არ მესმის იმ ხალხის, ვინც ამბობს, რომ ეს თანაბარი ბრძოლა იქნება. მოდით სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ. ჯასტინს დაცვა საერთოდ არა აქვს. ის იხსნება, ის რისკავს, ის ემოციებს მიხვება. ილია კი კომპიუტერივითაა. ერთი შეცდომა და მორჩა, გაეჯის კარიერა იქ დასრულდება. ეს იყო პირველი ნაწილი. სცენარის მეორე ნახევარში განვიხილავთ ერთადერთ მებრძოლს, რომელსაც რეალურად აქვს შანსი ილიას წინააღმდეგ და რატომ არის არმან სარუკიანი ამ განტოლებაში მთავარი ფიგურა. ახლა კი მივედით იმ მომენტამდე, რომელიც თავიდან დაგპირდით. თუ გგონიათ, რომ მე უბრალოდ გეიჯის ჰეიტერი ვარ, ძალიან ცდებით. მე რეალისტი ვარ. და აი სიმართლე, რომელიც ბევრს არ მოეწონება. მთელ ამ დივიზიონში არის მხოლოდ ერთი ადამიანი, ვისაც რეალურად შეუძლია ილიასთვის პრობლემების შექმნა. და არა, ეს არ არის ჯასტინ გეიჯი, ეს არმან სარუკიანია. რატომ? იმიტომ რომ არმანს აქვს ის, რაც გეიჯის დიდი ხანია დაეკარგა, ცივი გონება და უმაღლესი დონის დისციპლინა. მაგრამ დაუბრუნდეთ ჩვენს ჰაილაიტს. მაქს ჰოლოვეის გაკვეთილი. მოდით ერთი წამით UFC 300 გავიხსენოთ. ყველას ის ბოლო 10 წამი და ის გიჟური ნოკაუტი გვიდგას თვალწინა რა? მაგრამ დაუკვირდით ბრძოლის სურათს. 25 წუთის განმავლობაში მაქს ჰოლოვეი უბრალოდ ეთამაშებოდა ჯასტინს. მაქსი სისწრაფით, მოძრაობით და სუფთა კრივით ჯობნიდა მას. ის არ შედიოდა გაცვლებში, ის უბრალოდ ჩხლეტდა და გარბოდა. ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ მაქსის ნაცვლად ოქტაგონზე დგას ილია, კაცი, რომელიც მაქსზე ორჯერ ძლიერად ურტყამს და გაცილებით უფრო აგრესიულია. ილია არ დაუწყებს გეიჯის 25 წუთის სირბილს. ის პირდაპირ სახეში ჩაუდგება, ბომბებს დაუშენს და აიძულებს, რომ გაიხსნას. თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ გეიჯი ამ დარტყმებს შეჭამს და არც კი დაახამხამებს? სატელეფონო ჯიხურის ეფექტი. ჩვენ ვიცით გეიჯის სტილი. მას უყვარს ეგრეთ წოდებული სატელეფონო ჯიხურში ჩხუბი. მივიდეს ახლოს, ატეხოს ხორცაკები და ნახოს, ვინ უფრო ადრე დაეცემა. ძმებო, ილიასთან ასეთი რამე თვითმკვლელობის ტოლფასია. ილიას დაცვა არის ბეტონი.
ის თითქმის არ უშვებს სუფთა დარტყმებს. მისი ტექნიკა კი იმდენად დახვეწილია, რომ გეიჯის მელური ქანქარები ჰაერში დარჩება. ილია თოფურია არ არის უბრალოდ მოჩხუბარი. ის არის ქირურგი. მან დააშალა ვოლკანოვსკი, მან დაანოკაუტა ჰოლოუეი, მან მიწასთან გაასწორა ოლივეირა. და ამის მერე ვინმე მეუბნება, რომ გეიჯი, რომელიც პედიპიმბლეტს ეჩხუბება, რაღაც განსხვავებულს იზამს, რატომ არის ეს საფრთხე? ჩემი შიში ის კი არ არის, რომ გეიჯი წააგებს. ჩემი შიში ისაა, რომ ილია მას ისეთ ტრავმას მიაყენებს, საიდანაც ჯასტინი ვეღარასდროს დაბრუნდება. ჩვენ უკვე ვნახეთ, როგორ ასრულებს თოფურია კარიერებს. მე არ მინდა ჩვენი სპორტის ლეგენდა ასეთი მძიმე ნოკაუტით წავიდეს პენსიაზე. გეიჯი არის ქაოსი, ილია კი წესრიგი და როგორც ისტორია გვაჩვენებს, წესრიგი ყოველთვის ამარცხებს ქაოსს. თუ UFC ამ ბრძოლას მაინც ჩანიშნავს, ჩათვალეთ, რომ ეს იქნება მსხვერპლშეწირვა რეიტინგების გამო. დასკვნა და მთავარი კითხვა. მეგობრებო, მოდით ვიყოთ გულწრფელები. ჩვენ გვინდა სანახაობა თუ გვინდა სპორტული ლოგიკა. გეიჯის მოგება პიმბლეტთან იყო კარგი შოუ, მაგრამ ილია სხვა ლიგაა. ის არის მატადორი, რომელიც ხარს კი არ ეთამაშება, არამედ პირველივე შესაძლებლობაზე გულში ხანჯალს ურის. და აი ჩემი კითხვა თქვენთან. თქვენი აზრით, რამდენ წუთს გაიძლებს ჯასტინ გეიჯი ილიას წინააღმდეგ სანამ შუქი ჩაუქრება? დაწერეთ კომენტარებში, ოღონდ არგუმენტირებულად, ემოციების გარეშე.